ყველა ეს სიტყვა რომ დაასრულა, იესომ თავის მოწაფეებს უთხრა. თქვენ იცით, რომ 2 დღის შემდეგ პასექი დადგება და კაცის ძე მიეცემა ჯვარზე საცმელად. მაშინ შეიკრიბნენ მღვდელმთავრნი და ხალხის უხუცესნი, კაიაფას წოდებული მღვდელმთავრის ეზოში. მოითათფირეს მზაკრულად შეეპყროთ იესო და მოეკლათ. მაგრამ ამბობდნენ, დღესასწაულზე არა, ხალხში შფოთი არ ატყდესო. როცა იესო ბეთანიაში იყო, სიმონ კეთროვნის სახლში, მივიდა მასთან დედაკაცი. მოიტანა ძვირფასი ნელსაცხებელი ალებასტრონით და სუფრასთან მჯდომს თავზე მოასხა. მოწაფეებმა რომ დაინახეს, ბრაზი მოუვიდათ და თქვეს. ასე ფუჭად რატომ დახარჯე? ვინაიდან შეიძლებოდა ამ ნელსაცხებლის გაყიდვა კარგ ფასად და ღარიბებისათვის დარიგება. ხოლო იესო მიუხვდა და უთხრა მათ. რატომ აწმილებთ ამ დედაკაცს? მან ხომ კეთილი საქმე გამიკეთა. ვინაიდან ღარიბნი მუდამ თქვენთან ყავთ, მე კი მუდამ არ გეყოლებით. ეს ნელსაცხებელი რომ დაასხა ჩემს სხეულს, მე მომამზადა. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, სადაც კი ქადაგებენ ამ სახარებას მთელ წუთის სოფელში, იტყვიან რაც მან გააკეთა, მისსავე მოსაგონებლად. მაშინ ერთი იმ 12-თაგანი, იუდა ისკარიოტელად წოდებული, წავიდა მღვდელმთავრებთან. ითხრა: რას მომცემთ, რომ გადმოგცეთ იგი? მიუწონეს მას 30 ვერცხლი. მასაკეთ ეძებდა მარჯვე შემთხვევას, რომ გაეცა იგი. უფუარობის პირველ დღესვე მივიდნენ მოწაფეები იესოსთან და უთხრეს მას. სად გინდა რომ მოგიმზადოთ საჭმელად პასექი? მან უთხრა: წადით ქალაქში ამად ამ კაცთან და უთხარით, ასე ამბობს თქო მოძღვარი, ჩემი ჟამი მოახლოებულია, შენთან დავიყენებ პასექს ჩემს მოწაფეებთან ერთად. მოწაფეებიც ისე მოიქცნენ, როგორც იესომ უბრძანა და მოამზადეს პასექი. რომ მოსაღამოვდა დაჯდა 12 მოწაფესთან ერთად, როცა ისინი ჭამდნენ, თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ერთი თქვენგანი გამცემს. ისინი ძალიან შეწუხდნენ და ყველამ სათითაოდ დაუწყო კითხვა. მე ხომ არა უფალო? ხოლო მან უთხრა მათ პასუხად: ვინც ჩემთან ხელს ამოაწებს ჟამში, ის გამცემს. კაცის ძე კი მიდის, როგორც დაწერილია მას. მაგრამ ვაი იმ კაცს, ვის მიერაც გაიცემა ძე კაცისა. უჯობდა იმ კაცს არ დაბადებული. იუდამ, რომელმაც იგი გასცა, პასუხად მიუგო: მე ხომ არა, რაბი? შენ თქვი. უთხრა მას: როცა ისინი ჭამდნენ, აიღო იესომ პური, აკურთხა, გატეხა, მისცა მოწაფეებს და თქვა: აიღეთ, ჭამეთ, ეს ჩემი სხეული. აიღო სასმისი, მადლი შესწირა, მისცა მათ და უთხრა: ყველამ შესვით აქედან. ვინაიდან ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა. მრავალთათვის დაღვრილი ცოდვათა მისატევებლად. მე გეუბნებით, ამერიდან აღარ შევსვამ ამ ვაზის ნაყოფისაგან იმ დღემდე, როცა თქვენთან ერთად შევსვამ ახალს მამაჩემის სასუფეველში. იგალობეს და გასწიეს ზეთისხილის მთისკენ.